არა, არ ვიცი, რას ამბობს. კაი ბატონო. მაშინ როგორც იხელს მოაწერს, გადმოგირეკავთ და დავგეგმოთ ზუსტი დრო. კარგი დროებით. Tamta. როგორ ხართ ბატონო მეგობ? ისე როგორც უნდა იყოს შენი მტერი. კარგით რა, რატო? ამეტებს, დაჭუმულობა აქვს დარჩენილი ძველი ტრამვიდან. მაგრამ ორივენი შევთანხმდით, რომ შენი მასაჟები უშვებეს. ნამდვილად კარგი არჩევანია. ჩემთან მოდიხართ ახლა? აბა თქვენთან იმხელა რენგებია. არ მოხერხდება ალბათ დღეს და ამიტომ ჯერ ჩავეწერები. ეთქვით, პირველივე თავისუფალ დღეს ჩამიწერე. როგორ ხარ? კარგად, თქვენ? თქვენ? ბოდიში, შენ. გუშინდელზე მინდა ლაპარაკი შენ. გუშინდელზე მოხდა რამე? არ მოხდა? ბოდიში, მეჩქარება უნდა წავიდე. ხო ახლა? ანა გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად. მისმინე. ვიცი ახლა რაღაცა ეს უცნაურად მოგეჩვენება, მაგრამ გიორგის სახლის გასაღები ხო არ გაქვს? არა, ანუ ეგრევე დაუტოვე, როგორც კი წამოვედი. ვერ პაულობს? არა, არაფერი, კარები ჩაეკიდა და ვერ ვაღებთ. ხო და სამაშველოს დაურეკეთ და მეზობლისგან ჩავლენ და გაუღებენ. რა პრობლემაა? ვერ გამოვიძახებ სამაშველოს. ახლა 112-ში დაარეკე და მოვლენ. ანა, ვერ გამოვიძახებ. სხვა რაღაცი თუ შეგიძლია დახმარება, დაფიქრდი გეხოცები და როგორმე უნდა გავუღო ხის კარი რა. ახლა მშვიდობა? ანა, შეგიძლია დახმარება? არ ვიცი, რანაირად უნდა გეხმარო, არ მაქვს გასაღებიდან. კარგი. ბუდიში. ახლა ერთი წუთი, მე მგონი რაღაც გამახსენდა, დაიცა? რაზე? გასაღებზე? კი, მიცი 5 წუთში გადმოგირეკავ, კაი? კარგი, მიდი გეხოცები რა, ოღონდ რაც შეიძლება მალე, ხო? კი. გიორგი! თვალებს ხუჭავთ, ვიღიმით. შესუნთქვის დროს ხელების ზემოთ, ამოსუნთქვის დროს დაბლა. შავა სანა,
დღეისთვის საკმარისია. ზეგ დროს შევხვდებით. ვა, ეს ვიმოსულა. შემოგვიერთდი. აი დაასრულეთ, თორე სიამოვნებით. 10 წუთში ვხავ შემდეგი ჯგუფი გინდა? აი ხო გითხარი, არ არის ეს საჩემი საკ. აი როგორ სიტყვი. მითხარი, აბა რა ხდება, რა დამიბარე? რა შეიძლება ძმაკაცი მომენატროს? შენ რაც სოლი მოიყვანე ძმა, იმის მერე ცოლამდე წლები შენი ყავი დაგარგული მე მგონია რა. კაი, ბარი-ბარში ვართ. რაც ერთი წამ მოვალე. ეს მინდა დაგიბრუნო. ესე მალე? მაგრა დაეწყო ყველაფერი გამიმართლა რა. მაგარია მოსალოცად თქვენი საქმე. ესე იგი შენ პატარა სექტულამ გაამართლა, ხო? დაეძახე შენ და შემოგვიერთდი, აბა. ცხოვრება დაგილაგდება, გონება დაგიმშვიდდება და დაწყნარდები. რა შემატყე ერთი მე დაულაგებელი ცხოვრების ეს სხვები მირევენ თორე. მოხდა? არაფერი არა, კაი წავედი და ნახავ. კაი, ნუ იპრანჭები მითხარი რა. არაფერი არა რა. მითხარი. თაკოს ამბავია რა, გაქანებული ნევროზი აქვს რა. ექიმთან ყავდა? ავი ანდრო სადაღარ ყავდა. არა უშავს რა. გადაუმისავლოთ. წავედი და ვიშენს. ეთი, შენიც. კერეს. ერთი წამებული. იცი შენ ახლა ასეთების არ გჯერა, მაგრამ ნახე. თაკოს დაალევინე. ის არ არის ენაზე რომ მოგეცი. მართლა ამშვიდებს და შველის. მართლა? მართლა. როდის მე მომიტყვები ხარ? ერთი როჯერ კი. წავედი, მადლობა. მიდი, კერეს, შენიც დროები. ანა, კარგად ხარ? მომისმინე, სად ხარ? თბილისში მოხდა რამე? გინდა მოვიდე? მომისმინე, შენ გახსოვს ლონდონში რო წავედით მე და გიორგი, გასაღები რო დაგიტოვეთ. კი, მახსოვს. ეს გასაღები შენ გაქვს ისევ? წესით კი. სახლში გაქვს თუ თან გაქვს, ნახე რა. მოიცა. აქ მაგ. მომისმინე 10-15 წუთში. მოდი გიორგის სახლთან რა. ტაქსი გააჩერე ხოლმე. გესმის? კი, მაგრამ დედიკო. კაი. გიორგი! აზრი არ აქვს რა. მალე მოვა დედაში. არ ვიცი, 5 წუთში შემიძლია. მეშინი არა დაგვიანებული არის. ხო გიხოცები, ნუ მანერვიულებ რა. გითხარი სამაშველო გამოვიძახო თქო. ანა სამაშველოს უმოყვებოდა პოლიცია. ხო და ძალიან დიდ პრობლემებში აღმოჩნდებოდა გიორგი. გავიგებ, მაგრამ ამაზე დიდი პრობლემა რა გინდა რომ იყოს ადამიანი ოთახში და კარებსაც ვერ გვიღებს. ხო, მაგრამ მე როგორც მისი ადვოკატი. შენ არ ხარ მისი ადვოკატი, პირველ რიგში შენ ხარ მისი მეგობარი. და ისა უნდა იფიქრო. შენ გიორგი! მოვედი, დედიკო, რა ხდება? გასაგებ. მალე რა. You
მაგრამ ეხლა ზვიადა და სერიოზული საქმე ერთად წარმოგიდგენია. ისე საჩხუბრად თუ ხარ მოსული, ამჯერად მართლა არაფერი დამიშავე. არ ვარ საჩხუბრად მოსული. მალე ხომ იცი რომ